გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. დიდ თოვლობაა დასავლეთ საქართველოში. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. ზოგ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს. უკვე შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის დაუსწრებლად წინასწარ პატიმრობას ითხოვს ბრალდების მხარე. მასზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება. ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად გუშინ დაასახელა. შეგახსენებთ, უშუალოდ მკვლელობისთვის უადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს. საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე პირი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მის რეზიდენციაზე უკრაინული დრონების იერიშების შესახებ მოუღვა. ფაქტს უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყუილი უწოდა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინულმა დრონებმა ნოვგოროდის ოლქში პუტინის საცხოვრებელი დაბომბეს. ზელენსკი აცხადებს, რომ ეს ყალბი ამბავი რუსეთს კიევის სამთავრობო კვარტალზე დაგეგმილი თავდასხმის გამართლებისთვის სჭირდება. სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. როგორც მედია წერს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 100 პირი დააკავა. თურქეთმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად 3 პოლიციელი და 6 მებრძოლი მოკლეს. ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათხილამურო კურორტზე ზვავმა 3 ადამიანი იმსხვერპლა. ალპინისტების 6 კაციანი ჯგუფი მაშველებმა საფრანგეთის საზღვართან იპოვეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების 63 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულია სულ 1302 პირი. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 9 პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. რუსთავი 2-ის კულინარიული გადაცემა შეფების ლიგა ნაციონალური ბრენდების რიგით 25 დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. ამ დროისთვის სულ ეს იყო. შეხვედრამდე.